უნდა გითხრათ, რომ დარბაზი ბევრად კომფორტულია, ვიდრე საქალაქო სასამართლოსი. ეს პაატამაც თვითონ აღნიშნა, რა კარგი არის ხო? ეს ხუმრობით და არაფერი დღეს გაიმართა პირველი სააპელაციო პროცესი, სადაც უმეტესობამ შავდებულების თუ როგორ ვთქვათ, უკვე გასამართლებული ადამიანების იმყოფებოდნენ იქ. პაატასაც ძალიან ვთხოვე, რომ წამოსულიყო, ვინაიდან ოჯახის წევრებს ჰქონოდა შესაძლებლობა და გვენახა ის, თორე თვითონ არ აპირებდა და ისიც მოვიდა და ჩატარდა პირველი სხდომა. შემდეგი გადაიდო 14 ოქტომბერს, 14 სექტემბერს. კი ბატონო, დღევანდელ პროცესზე ჩვენ უბრალოდ მაყურებელს წავუკითხეთ, ჩვენ გავაშუქეთ კიდეც პაატა ბურჭულაძის სიტყვა, რომელმაც პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით თქვა, რომ ის არაფერ შუაშია, მე ვიყავი ამ ყოველთვის ორგანიზატორი, ან ფაქტობრივად თავის თავზე აიღო, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობა და აი, პროცესის მიმდინარეობის დროს გახდა მედიისთვის ცნობილი ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება დაიწყოს მსჯავრდებულებთან. როგორი არის თქვენი პოზიცია ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით? იცით თუ არა მათ შორის მამა თქვენის პოზიცია, წავა თუ არა, ესე ვთქვათ, აი ამ ტიპის წინადადებაზე? მე ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ პაატა ამ წინადადებაზე არ წავა, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი დამცირება და ჩემი აზრით არც სხვა პოლიტიკოს ლიდერები, აი ამ აქციის 4 ოქტომბრის ლიდერები არ უნდა წავიდნენ, ჩემი აზრია ეს უბრალოდ, რა თქმა უნდა, პაატამ შეიძლება მისაყვედუროს კიდევაც ეს რო ვთქვი, მაგრამ თვითონ მოუწოდებს პირიქით საერთოდ ყველას, თვითონ ამბობს, რომ მხოლოდ ის იყო ორგანიზატორი და მოუწოდებს ყველას, რომ ესე იგი საპროცესო დათანხმდნენ? არა, არ ვიცი ჯერ დათანხმდნენ თუ არ დათანხმდნენ, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ ვიცი, რომ ის ამბობს, რომ მას უნდა რომ ყველა გათავისუფლდეს, ხოლო თვითონ არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება, იმიტომ რომ თვითონ დარწმუნებულია იმაში, რომ მას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია და ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამდენი ხალხი უმიზეზოდ უდანაშაულოდ ციხეში ზის, არის ერთადერთი ადამიანი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ის. ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ. ხო, თუმცა შუქრი 7 წელი აქვს მისჯილი ბატონ პაატას და 7 წელი ძალიან ბევრია, ხო? თქვენი რჩევა რა იქნებოდა, რომ არ მიიღოს ეს წინადადება თუ მოხერხდება? როგორი სიტუაცია იცით, მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და სავარაუდოდ მეც იგივეს ვიზავდი, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რაც მან მიიღო. იმიტომ რომ თუ არ ვიბრძოლეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ როგორ ფიქრობენ საერთოდ ხალხი როგორ ფიქრობს? ხო, გარედანაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, გარედანაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპულობა აუცილებელია. ის რომ საპროცესოს, როგორც ვიცი, საპროცესო არის, რომ უნდა აღიარო დანაშაული, უნდა მოინანიო და შემდეგ საპროცესოს გაგიფორმებენ. ხო? სხვანაირად არ არის და როგორ ფიქრობთ ახლა აღიარებით, იმის აღიარებით, რაც არ არსებობს. ხო? ანუ ის არაფერი არ ჩაუვე, პაატამ იცის რომ მას არაფერი არ ჩაუვე. ეს იყო სრული პროვოკაცია. იქ იმ დღეს იყო დაგეგმილი სახალხო კრება, შვიდობიანი სახალხო კრება, სადაც მეც ჩემი შვილებით ვიყავი, ანუ პაატა იყო თავის შვილებით და შვილიშვილებით. ასევე ჩემი ძმა თავის შვილებით და ასე შემდეგ, ხო? და სხვებსაც მოუწოდა. ანუ არ ყოფილა ეს. ესე იგი, ჩვენ თუ ვაღიარეთ ეს, გამოდის რომ ჩვენ ოლიგარქიის თამაშს ვთამაშობთ, ხო? ხო და ესეთ შემთხვევებში შეიძლება პრინციპულობა და ციხეში ყოფნა უკეთესი იყოს ვიდრე აი პირიქით რომ შევატრიალოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ოღონდ გარეთ გამოვიდეთ. ეს ჩემი აზრია ესე და პაატას აზრიც არის, მაგრამ პაატას მეორე მხრივ მესმის მისი რომ უნდა რომ თვითონ აიღოს ეს მთლიანი ტვირთი თავის თავზე და სხვებს შეუმსუბუქოს და მოუწოდებს მათ რომ იმათმა გააფორმონ და ჩემი აზრია უბრალოდ რომ ძალიან სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსი
თუნდაც პოლიტიკოსი არა, პაატა ხო პოლიტიკოსი არ არის. უბრალოდ ლიდერია და დაორგანიზა მან ის მშვიდობიანი აქცია, რაც იმ დღეს იყო, ხო? ეს არ იყო მხოლოდ მშვიდობიანი აქცია ბატონ შუქრის. დამერწმუნეთ. დამხობა. მშვიდობიანი დამხობა, ხო. მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ მშვიდობიანი. იქ რაც მოხდა მე აი ეს ღობის მონაკვეთი რაც იყო და რასაც მე გვარწმუნებენ რომ ეს ჩვენ რაც ვნახეთ ტელევიზორში მე გვინდა თქვენი ტელევიზიის კადრებით იყო ხო ეს ნანახი როგორ გადახერხილი იყო ეს ღობე და მიმაგრებული იყო მავთულებით. იბა კარგით, აი მეორე რაღაც თქვათ ვერსია დაუშვათ არ ყოფილიყო ეს ღობე გადახერხილი. რა იყო მიზანი? აი ბატონმა პაატამ რომ მოუწოდა ხალხს რომ აი ხა დავიძარით აქეთ საკრებულოსთან არ იდგნენ ხო ჩადიოდნენ მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რა უნდა მოხდარიყო იქ ეს ღობე არ ყოფილიყო მავთულებით დამაგრებული აი რა სცენარი მაგას მე ვერ გეტყვით იმიტომ რომ ნუ აი ნახოთ არ ვიცით აბა როგორ გითხრათ მე არ ვიყავი ამ საქმეში ჩახედული არ გვახედებდა ჩვენ ამ საქმეში მე და ჩემ ძმას და ჩვენ ყველაფერი ის ვიცოდით და იმ დონეზე ვიცით რასაც თქვენ მაგალითად აი ტელევიზორებში აჟღერებდით. მესმის, თუმცა ჩვენც არ ვიცით, ხო, ბატონ შუქრი ბოლომდე რაღაც ბევრი ვერსია მოვისმინეთ იქ ხო თითქოს ღალატი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ანონსი ამ ისტორიის საერთოდ სხვა რაღაცა იყო. რომ იქ რაღაც ძალოვნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს, არავის ხელი არ უნდა შეეშალა, კი, გეთანხმებით და ეს არ მოხდა. აი ზუსტად როგორც როდის მოვისმენთ ვერსიას არ ვიცი მე არ ვიცი ეს და როდის იმედია რომ ძალიან ჩქარა მოვისმენთ ამას იმედია ყველაფერს აეხდება ანუ სიმართლეს აეხდება თავი და ყველაფერს ვნახავთ თავად პაატა ბურჭულაძე არ გეგმავს თუნდაც რო ილაპარაკოს რეალურად ვერ გეტყვით იმიტომ რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ შევხვდი მე 1 საათით ისიც ჩვენ შორის იყო შუშა და ტელეფონებით საუბრობდით. მხოლოდ ერთხელ. აი ამ რამდენი ხანი გავიდა უკვე 10 თვე, ხო? თუ 11 თვე. 11 თვე გავიდა 4 ოქტომბრის მერე, ხო? თითქმის. ხო, ნუ 10. არიგით. აი ერთხელ შევხვდი 1 საათი, ეს იყო და ეს მეტი არაფერი. დანარჩენი ჩვენ გვაქვს ადვოკატებისგან ერთმანეთთან, იმიტომ მხოლოდ 1 საათი აქვს მას შესაძლებლობა, რომ თავის ოჯახის წევრებს შევხვდენს და პირველი შევხვდით ჩვენ და მე ორჯერ იყო მისი მეუღლე და ეგ იყო და ეგ ხა შემდეგი შეხვედრა სექტემბერში მაქვს მე მგონი კიდე უნდა ვნახო. არ მისაუბრია და მართალი რო გითხრათ არც ვკითხავ მაგას, იმიტომ რომ თვითონ არ ჩავაგდო უხერხულობაში. თვითონ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, თუ რაღაც არის სათქმელი იტყვის, თუ თვითონ იცის ის რაღაცა და როდის უნდა თქვას, თვითონ გადაწყვეტს ამას და მე ეგეთ რაღაცეებში მას არ ვერევი ესე რომ ვთქვათ და არ ვაძალებ ეგეთ რაღაცებს. ფაქტი ის არის რომ მე მიცით ვამაყობ, იმიტომ რომ მას უკავია ძალიან სწორი პოზიცია, რომელსაც აუცილებლად დროთა განმავლობაში ისტორია შეაფასებს და ის პირდაპირ ამბობს რომ არის ის ორგანიზატორი და არანაირ დათმობაზე ოლიგარქიულ რეჟიმთან ის არაპირებს წასვლას. კი ბატონო და სააპელაციოს მინდა დაუბრუნდეთ დღეს დაიწყო მეორე ინსტანციაში ამ საქმის განხილვა. როგორი გაქვთ მოლოდინები? არ მინდა ეხლა რომ რაღაც ესე რომ ვთქვათ მოსამართლეს ვაწყენინო, მაინც რაღაცა იმედი მაქვს. ხო და მაგრამ მე მაინც უფრო ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ვაკეთებთ ამას უბრალოდ პროტოკოლის გამო ესე რომ ვთქვათ, ანუ ფორმალურად, ხო, ფორმალურად რომ ყველაფერს მიყვეთ, არ დავარღვიოთ ესე იგი წესი და ყველაფერი იყოს თანმიმდევრულად, იმიტომ რომ მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოგვადგება ჩვენ და ყველაფერი რომ სწორედ გავაკეთოთ, თორე ესე დიდი იმედები და რაღაცა არ მაქვს. მაგრამ რა იცით, ესე იმაში რომ ველოდებოდით სასამართლოს დარბაზის გარეთ ერთ-ერთმა იქაორმა თანამშრომელმა ფორმაში რო არიან. იმათი თქვა რომ აი ძალიან კარგი მოსამართლე არისო. შვილები ყავს, რაღაცა ეს ქალბატონი და ძალიან კარგი ადამიანი არისო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ კარგი ადამიანია, მაშინ რეალობა უნდა დაინახოს და იმოქმედოს სამართლიანად, რაც მისი საქმეა. ის არის მოსამართლე და არა რეჟიმის ინტერესებში. კი ბატონო და რა გზა რჩება მაშინ
ესე ვთქვათ, აი ეს სააპელაციოც თუ რაღაცა ფორმალობის ნაწილია, რა სივრცე გეგულებათ მაშინ იმისთვის, რომ ამა თქვენი, რომელიც როგორც ამბობთ, უსამართლოდ ზის ციხეში გარეთ გამოვიდეს და 7 წელი არ გაატაროს. აქ საკმარისი არ არის სამწუხაროდ სამართლებრივი გზები. აქ უკვე დიდი პოლიტიკაა თამაში, როდესაც ბატონი ივანიშვილის ხვებზე არც მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ესენი არიან უბრალოდ ჭანჭიკები, როგორც ივანიშვილს მოუნდება, ისე ცვლის მათ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და როდესაც მას მოუნდება, ან როდესაც უცხოეთი სიტუაცია მას აიძულებს, რომ მისთვის როდესაც დამძიმდება ეს, რომ უდანაშაულო ხალხი უძის ციხეში, აი მაშინ სავარაუდოდ ყველაფერი მოხდება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში. მონაწილეობა შუქრი ბურჯულაძე, პარდა ბურჯულაძის შვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენი ეთერი კი უკვე ამით დასასრულს მიუახლოვდა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვიყურებთ. თქვენ წინ პირველების ცენტრალური გამოშვება გელოდებათ. მე კი მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და ხვდებით გემშვიდობებით ნახვამდის.